პირველად საქართველოში თბილისში გაიხსნა შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა. თუ შენ ახლა შენი შვილისთვის სკოლას არჩევ და სანამ შენი შვილის ყოველდღიურობას, განათლებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფსიქიკას, ანდობ რომელიმე სკოლას, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახო, იმიტომ რომ ახლა მე წავალ, უნდა გავიცნო სკოლის დირექტორი და ყველაფერი უნდა ვკითხო, რაც მაინტერესებს. წამოყევით. გამარჯობა კვანცა. როგორ ახარ? ძალიან კარგად მადლობა რომ მოხვედით. შვეიცარიული სკოლა პირველი იქნება. კი, საქართველოში პირველი იქნება, ქსელი გვაქვს. პირველი სკოლა იქნება დადიანის კამპუსზე წელს სექტემბერში. ხო და რა არის შვეიცარულ განათლების სისტემაში ასეთი განსაკუთრებული, რომ გადმოტანა მოგინათ, მე მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრი არჩევს ახლა სკოლას, ჩემი მეგობრებიც მათ შორის და მე დავსვამ იმ კითხვებს, რაც იმათ ძალიან აინტერესებს და უნდა გამოვარკვიო. ესე იგი, რამდენიმე რამე არის შვეიცარიული საერთაშორისო მოდელი, რატომაც გადმოვიტანეთ. ერთი ეს არის უნიკალური სასწავლო პროგრამა, რომელიც არის ეროვნული სასწავლო პროგრამის და საერთაშორისო დაპრობირებული პროგრამის ესეთი მიქსი. მეორე მიმართულება ეს არის მრავალენოვნება, ანუ ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან იტალიური არჩევითად. მესამე ეს არის ზოგადად მიდგომები, რომელიც მოიცავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და უსაფრთხო და მზრუნველი გარემოსთვის საჭირო ყველა პრაქტიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლისთვის, იმიტომ რომ როგორ გარემოშია მისი შვილი იმაზე მეტ ხანს ვიდრე სახლში, იმიტომ სკოლაში არის პრაქტიკულად მთელი დღე, ხო? და როგორი გარემო ხდება და ვინ არის მის გვერდით მთელი დღე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეგვიძლია რომ ვისაუბროთ უფრო დეტალურად. კაი, ავიდეთ მაშინ. მარიამ, მე მაგალითად რომ არჩევდი სკოლას და ჩემი მეგობრებიც ახლა რო არჩევენ სკოლებს, ძალიან აინტერესებს ვინ არის დირექტორი. აი, ვინ არის, რა გამოცდილება აქვს, სად უსწავლია და სად დააგროვა ეს გამოცდილება და ძალიან მინდა რომ თქვენ მოყვეთ თქვენ შესახებ, რომ იცოდნენ მშობლებმა ვინ იქნება მათი არჩეული სკოლის დირექტორი. კი ბატონო, ალბათ 17 თუ 20 წელია განათლების სფეროში მუშაობ და ვსწავლობ. მუშაობდი სკოლის დირექტორად თბილისის ერთ-ერთ საერთაშორისო სკოლაში 5 წელი და იქამდე და მერეც ვსწავლობდი. მაქვს 2 საერთაშორისო დიპლომი განათლების მიმართულებით. ახლა ცოტა ხნის წინ დავამთავრე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი განათლების ლიდერობის მიმართულებით, სადაც ტრეინინგის პროგრამის დაფინანსებით ვსწავლობდი. იქამდე ვსწავლობდი ევროპის 3 და აზიის 1 უნივერსიტეტის კოლაბორაციულ პროგრამაზე განათლების კვლევების და ინოვაციების მიმართულებით და ახლა დავამთავრე კიდევ მესამე მინი სამაგისტრო პროგრამა ტარტუს უნივერსიტეტში, რომელიც უკავშირდება განათლებაში ტექნოლოგიების დანერგვას და აი ინოვაციებს. ძალიან კარგი. ეს სკოლის დირექტორი მონიშნეთ. მწვანეთი მონიშნეთ. და მისი გამოცდილება და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა ეს იწყება უმაღლესი მენეჯმენტიდან და მე ის ყველაფერი იშლება ქვემოთ და ეს ძალიან კარგია. მოდით ესეთი კითხვა გამიშა, რადგან შვეიცარიული სკოლების, ასე ვთქვათ, სისტემა უნდა შეიქმნას ქალაქში რამდენიმე კამპუსის სახით, ხო? რამე კავშირი აქვს ამ თვითონ უშუალოდ შვეიცარიის როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რაღაც ძირითად მიმართულებებთან და ამ სკოლას? ჩვენ ვიყენებთ შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების მოდელს. რაც იმას გულისხმობს, რომ შვეიცარიაში ამ საერთაშორისო სკოლების ქსელს აქვს თავისი კონკრეტული საერთაშორისო კურიკულუმი პროგრამა, რომელიც ეფუძნება კემბრიჯის პროგრამას და ეფუძნება დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის პროგრამას და ზოგადად ინტეგრირებული არის საუკეთესო საერთაშორისო ელემენტები ამ პროგრამაში და მე წარმატგენა მაქვს, რომ შვეიცარიელები რაღაცა ძალიან ისეთი სიზუსტით და ძალიან ისე აკვირდებიან, ამოწმებენ და მგონია რომ აი შვეიცარიაში სკოლებში რაღაცა განსაკუთრებული პირობებია და განსაკუთრებული კონტროლია თუ რა როგორ მიდის. ხარისხი, წესრიგი, ტექნოლოგიები, მრავალენოვნება, რაც გულისხმობს იმას რომ იქ ვიცით რომ რამდენიმე ენა არის სახელმწიფო და ამიტომ საგაკვეთილო პროცესშიც ასე ვთქვათ ეს ენები აქტიურად გამოიყენება და ჩვენთანაც ასე იქნება მესამე კლასიდან ბავშვები აირჩევენ ფრანგულს, გერმანულს ან იტალიურს და
ეს იქნება მათი ასე ვთქვათ მესამე ენა, რომელსაც ისწავლიან ინგლისურის და ქართულის გარდა. სასწავლო პროგრამებს შევეხოთ, ანუ შვეიცარიული საუკეთესო მოდელი გულისხმობს განსაკუთრებით აი პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ აი თქვენი შვილი მოდის სკოლაში და მასწავლებელი მას ეკითხება, კლასს ეკითხება, რომ იცი თუ არა, საიდან მოდის შოკოლადი. გეოგრაფიის ფარგლებში ისინი სწავლობენ შოკოლადი სად იწარმოება, სად მოიპოვება და მე ეს როგორ მოდის ჩვენამდე თბილისში სუპერმარკეტის დახლზე. ამით სწავლობენ რუკას, ანუ სწავლობენ სამყაროს, სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ქვეყანას. ისტორიის ფარგლებში სწავლობენ, საიდან შეიქმნა შოკოლადი, როდის შეიქმნა, ევროპაში როგორ მოვიდა. ვინ ითამაშა როლი ამ ინდუსტრიის განვითარებაში. დიახ, და მეცნიერების ფარგლებში თვითონ აკეთებენ შოკოლადს, სწავლობენ მის ინგრედიენტებს. ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მშობლებს აინტერესებთ, ეს არის მასწავლებლები. იმიტომ რომ არსებობს ესეთი ფრაზა, რომ თავარია როგორი მასწავლებელი შეგხვდება და შეხვდება შენს შვილს. ჩვენ ყავს სახელდახელოდ შერჩეული მასწავლებლები, რომლებსაც ძალიან უნდათ ჩვენთან მუშაობა, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს არის ის, რომ კარგი მასწავლებელი თან არის ყოველთვის მოსწავლე. როდესაც აძლევ განვითარების შესაძლებლობებს, როგორც მენეჯმენტი, მაშინ ყველას უხარია ამ სკოლაში მუშაობა და განვითარებაში რას გულისხმობ იგივე, ისევ აი შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლებში ვიზიტს რის შესაძლებლობაც ჩვენ მასწავლებლებს აქვთ, ხო? აი კონკრეტულად მაგალითად ეხა რაც მოყავი, ხო, შოკოლადის მაგალითი, ხო, როგორ ინტეგრირდება, იქ როგორ აკეთებენ, თქვა გამოცდილი პროფესიონალები. ესე იგი, თქვენთან მომუშავე მასწავლებლები მზად არიან, რომ მოსწავლეებიც იყვნენ. კი, მზად არიან. რაღაცა განვითარდნენ, შეიმეცნონ და ასე შემდეგ. დიახ, ანუ არა მარტო მასწავლებლები, მეც მათ შორის მენეჯმენტიც ყველა სულ სწავლობთ, სულ ვითარდებით. ხსმენია, რომ შეიძლება იყოს ძალიან კარგი სპეციალისტი საგნის, მაგრამ ვერ ურთიერთობდე ბავშვებთან სათანადოდ, ხო? და ძალიან ხშირად სწორედ ამიტომ ფუჭდება ხოლმე მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის ხშირად ურთიერთობა. ვერ მშობელს აინტერესებს, რომ თქვა პირველ კლასში ჩემმა ბავშვმა ძალიან კარგად იცის უკვე კითხვა და ვინც არ იცის იმასთან ერთად კლასში, თქვა როგორ შეიძლება რომ არ მოუბეზრდეს გაკვეთილი, ხო? ამისთვის მაგალითად არსებობს მართული კითხვის მეთოდი, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები ერგავენ. ანუ რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა დონის, ანუ აკადემიური მოსწრების დონის მქონე მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. და ყველა ჯგუფს აქვს თავისი დონის შესაბამისი დავალება. ხა ერთი პრაქტიკული მშობლური კითხვა მაქვს. უმცროსი შევიყვანე ახლა და ვატარებ დამატებით ინგლისურზე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად გაძლიერებულად ასწავლიან ინგლისურს. ამისით გადაზღვევა შესაძლებელია, ანუ თქვენთან შვეიცარიულ სკოლაში მაქვს იმის გარანტია, რომ არ მომიწევს ცალკე ტარება სხვადასხვა აქტივობებზე? ნახეთ, ანუ აქტივობები ერთი არის, თქვა კლას გარაში აქტივობები. მე ვამბობ აი საგანში მომზადებას. მაგრამ საგანში მომზადება. პირველ რიგში ჩვენ სკოლაში ძალიან არ გვიყვარს და კატეგორიულად ვამბობთ, რომ ცალკე არ უნდა მოემზადონ ბავშვები, იმიტომ რომ რაც სკოლაში უნდა ისწავლონ, ფაქტობრივად თელ დღეს ატარებენ სკოლაში, მაგის გარდა კიდე რომელიცაც დინოს არის წარმოუდგენელი. მან უნდა დაისვას თავარი კითხვა, რომელსაც მშობლებს უსვამთ ჩვენ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება რომ აუცილებლად უნდა მოამზადოს კიდე ინგლისურ ენაში, ხო? რისთვის, ანუ მიზანი რა გვაქვს, ხო? რა შედეგზე გვინდა გავიდეთ პირველ კლასში, ვთქვათ, ინგლისურ ენაში, მეორე კლასში, მესამე კლასში, რა უნდა იცოდეს ბავშვმა და რა მიზანი აქვს სკოლას და თუ ამაზე მეტი უნდა მშობელს ვთქვათ, რომ ასწავლოს, რატომ უნდა? გეტყვით ჩემს გამოწვევას. მასწავლებელთან კომუნიკაციის შედეგად მასწავლებელმა მითხრა, რომ თქვათ, ერთი ან ორი გაკვეთილი ხო არის, რომ უცდება ზოგჯერ, ხო? მერე უკვე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ თქვათ, ინდივიდუალურად დააწიოს ამ პროგრამას და რაღაცა უვარდება ის კონკრეტული ერთი საკითხი. და რაღაცნაირად ამიტომ ჩავთვალე, რომ იქნებ რაღაცა დამხმარე აქტივობებით ცოტა ამოიქაჩოს ეს ჩავარდნები. კი ბატონო, ეს უკვე ანუ ნახეთ აქ უკვე ინდივიდუალური კონტექსტი შემოდის და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ თუ ბავშვს აქვს გაცდენები სხვადასხვა მიზეზის გამო და ვერ ეწევა პროგრამას, მაშინ ხო ჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, ოღონ არა კერძო მასწავლებლის ასევე. სკოლის ფარგლებში. აქ არის რამდენიმე მეთოდი. ასე ჩვენ გვაქვს გახანგრძლივებული პროგრამაც. ანუ ძირითადი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვები შედიან სხვადასხვა წრეზე და ასევე ნორმის ფარგლებში მეცადინეობენ სკოლაში
სკოლაშიც ან დავალებებს ასრულებენ, რაც აქვთ ის პირველ კლასში მცირედ 10 წუთიანი დავალება, რომ შეასრულონ სკოლაშივე და მე სახლში მშობელს არ მოუწიოს მისი მეცადინეობა, ხო? და თუ არის მოსწავლე, რომელიც გარკვეული აკადემიური ჩამორჩენა აქვს გაცდენის გამო, მას მასწავლებელი იქვე ამეცადინებს იმ გახანგრძლივებული პროგრამის ფარგლებში, რომ დაეწიოს პროგრამას. ბავშვი რო სახლში ნამეცადინები მოდის, მაღაზე დიდი სიხარული მშობლისთვის არ არსებობს. ეს მართლა ესეა. ერთი ესეთი თხოვნა მაქვს, აი რომ მოვა მშობელი, ვთქვათ, ამ გადაცემის ამ ეპიზოდის შემდეგ და დააინტერესებს უფრო მეტი ამ სკოლად. აი რას მოუყვებით, რას აჩვენებთ? აი ეგ მინდა რომ გვაჩვენოთ, რითიც ყველაზე მეტად ამაყობთ, ეს იქნება ინფრასტრუქტურულად თუ ზოგადად შინაარსობრივად. კი ბატონო, კიდევ რაზეც არ გვილაპარაკია. ყველაზე ძალიან მომაყობთ ჩვენი მასწავლებლებით, რაზეც ვისაუბრეთ მოკლედ და ამიტომაც აი ეხლა გვაქვს ღია კარის დღეები და შეუძლიათ მშობლებს, პოტენციურ მშობლებს რომ მობზადდნენ და გაიცნონ ჩვენი მასწავლებლები. რა გარემოში ვასწავლეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაგალითად, გვაქვს სივრცეები და ისეთი სივრცეები, რომელშიც ტრადიციული საკლასო გარემოსგან ცოტათი განსხვავებულია. ნუ ხშირად ნახავთ ჩვენ ბავშვებს, აი ხალიჩასთან, ანუ არც ხედან 45 წუთია ესე მერხთან, არამედ ხან ყანან ხალიჩასთან, ხან წიგს კითხულობენ. ეს მერხებიც, ასე ვთქვათ, ადაპტური არის, ზოგჯერ წყულში მუშაობენ, ზოგჯერ ჯგუფში მუშაობენ და ასე ვთქვათ, ესე მოძრავი არის ჩვენი მოკლედ საგაკვეთილო პროცესი. სპორტულ სივრცეებს ვაჩვენებთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეს STEM მიმართულება და ამ მიმართულებით გვაქვს ყველა კლასი აღჭურვილი არის ციფრული სმარტბორდებით, კომპიუტერებით, რომლის ასუხისგებლიან მოხმარებასაც ვასწავლით ბავშვებს. უსაფრთხოება მშობლისთვის, რა თქმა უნდა, რო ხედავს ესეთ გარემოს უკვე მოსწონს. მეორეს მხრივ ყოველთვის ასოცირდება, აი მაგალითად ბულინგის პრევენციასთან, რა, იმიტომ რომ ეს პრობლემა ალბათ იყო, არის და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბავშვები ზოგიერთ ასაკში ძალიან სასტიკები არიან და ყველა ბავშვს აქვს ეს, ჩემს არ აქვს ეს, ასე არ არის. ხო, და მაინტერესებს აი როგორ იმართება თქვენი თან შვეიცარიულ სკოლაში ეს ფაქტები. ჩვენ გვაქვს ყოველ კვირას სასკოლო ასამბლეები, როდესაც ბავშვებს მთელი სკოლის სასკოლო საზოგადოება იკრიბება ერთად და განვამტკიცებთ ძირითად ღირებულებებს, როგორიც არის კომუნიკაცია, ემოციების მართვა, მეგობრობა, თანამშრომლობა და ვაჯილდოვებთ მაგალითად ნიას, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში თავის მეგობართან დაამყარა პოზიტიური კომუნიკაცია, არ ეჩხუბა, არ წაართვა სათამაშო, რაღაცით დაეხმარა და ამას მთელი სასკოლო საზოგადოება უჭერს მხარს. მეორე არის უკვე, როცა დადგება სამწუხაროდ ხო, ბულინგის შემთხვევა, მაშინ ის ვაკეთებთ, ხო? ამ დროს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ესეც საფეხურეობრივად გაწერილი სისტემა არის, ხო? პირველ რიგში მუშაობს მასწავლებელი, ბავშვთან ან დამრიგებელი მენტორი და მხარდამჭერი მასწავლებელი, ორი მასწავლებლია ყოველთვის კლასში ჩვენ ბავშვებთან. მერე თუ თქვათ ეს პრობლემა უფრო გამწვავდა, მერე უკვე საფეხურის ხელმძღვანელი ერთვება ამ საკითხში და მშობელთან საუბრობთ ამ საკითხზე მშობლებთან, როგორც ბულერის, ასევე იმისი, ვინც შეიძლება იყოს ბულინგის მსხვერპლი, იმიტომ რომ ორივეს აქვს თავისი პერსპექტივა, ორივეს მოსმენა გვჭირდება. და მერე უკვე თუ თქვათ კიდევ არის რაღაც პრობლემა, შეიძლება რომ უკვე აკადემიური დირექტორიც ჩაერთოს ამ საკითხში. დღეს პრაქტიკულად ფსიქოლოგის და ბავშვთა ფსიქოლოგის პროფესია სკოლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია, ხო? და როლი მისი, ასე ვთქვათ, და ალბათ თქვენთან თვითონ სასწავლო პროცესის დაგეგმაშიც იღებს ხო მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ანუ ფსიქოლოგი თავიდანვე არის ჩართული იგივე, როდესაც ვახსენე ხო, ქცევის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, ასევე ბავშვთა უსაფრთხოების ნაწილში, ხო, შეიძლება რაც ემოციური ნიშნები ქონდეს იმისი, რომ კარგად არ გრძნობს თავს და თუ ყველა მასწავლებლმა იცის, თქვათ, როგორ აღმოაჩინოს ეს ნიშნები. ძალიან კარგი მასწავლებლები შეხვდნენ ჩემს შვილებს. და მქონია გამოცდილება, რომ მასწავლებელს დაურეკავს და უთქვამს, რომ რაღაცა ცვლილებებს ვამჩნევ და რამე ხო არ მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი, ასე სხვანაირი არის, ცოტა ნიშნებზეც დაეტყო და ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო. ჩემი შვილის მხედველობის პრობლემის აღმოჩენაც სკოლაში მოხდა რა, ანუ
მასწავლებლებს იმდენად ადარდებდა ეს ბავშვები. ალბათ ყველას დაინტერესებს, რომელ კლასებში არის ახლა მიღება შვეიცარიულ სკოლაში და უკვე შეუძლიათ თუ არა, ასე ვთქვათ, მოვიდნენ და ნახონ და დაარეგისტრირონ შვილები. ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები უკვე დაიწყო მშობლებთან. როგორც აღნიშნე, ასევე გვაქვს ზიაკარის დღეები, სადაც უკვე დეტალურად შეუძლიათ რომ ინფორმაცია მიიღონ. მიღებას ვიწყებთ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ან დაწყებით საფეხურზე. ძალიან მაინტერესებს ასევე სკოლის გარეთ რაღაცა აქტივობები, მაგალითად ბანაკები, შეკრებები, თუ მოიაზრება აი ამ პროცესში. დიახ, ანუ კლასგარეშე აქტივობების პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი გვაქვს სკოლაში. ერთი რაც ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება, ეს არის შვეიცარიული ბანაკები, ზამთარში და ზაფხულში. შვეიცარიაში წაიყვანთ? შვეიცარიაში წავიყვანთ ბავშვებს ძალიან ზრუნვალ და ასევე უსაფრთხო გარემოში, სადაც ზამთარში შეუძლიათ ისრიალონ, ზაფხულში კიდევ აღმოაჩინონ იქაური კულტურა და ასე შემდეგ. გარდა მაგისა გვაქვს ადგილობრივი ექსკურსიებიც, რომელიც ყოველთვის უკავშირდება ხოლმე იმ თემას, რასაც სწავლობენ, მაგალითად ტრანსფორმაცია თუ არის თემა, მიდიან და ბოტანიკურ ბაღში აკვირდებიან ჭუპრებს, როგორ გადაიქცევიან პეპლებად და ასე შემდეგ. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. გამეხარდა რომ გაგიცანით და ძალიან მიხარია რომ ჩემს პლატფორმაზე ვლაპარაკობთ ხარისხიან განათლებაზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ კი თუ კიდევ დაგრჩათ რაიმე შეკითხვები შვეიცარიულ სკოლასთან დაკავშირებით, მეთოდოლოგიაზე, შენობაზე, კამპუსზე, მიღებასა თუ ღია კარის დღეებზე, ყველაფერი აუცილებლად მოგწერეთ და ჩვენ გიპასუხებთ.